მეგახლავართ გოგი დოლიძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი, კინომცოდნე. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი 45 წლის მეგობარი, რუსეთის სახალხო არტისტი, სტანისლავსკის პრემიის ლაურეატი და უამრავი წოდებისა ლაურეატი ბატონი ოთარ ჯანგიშერაშვილი, რომელიც ამჟამად ზეიმოს, ასე ვიტყოდი, თავის მიერ დაარსებულ ახალი ექსპერიმენტული თეატრის 25 წლის თავს და პირველად შევძელით, რომ როგორღაც იგი წარდგენილი იყო ჩვენთან საქართველოში თავისი თეატრით. სულ 2 სპექტაკლი აქვს ჩამოტანილი და ორიენტირი რომ იცოდეთ, ბატონი ოთარი არის დოდო ალექსიძის, ამ გამოჩენილი ქართველი რეჟისორის მოსწავლე და თანაკურსელი გოგი ქავთარაძისა. სხვა ჩემი მისია ამოწურული იქნება და ბატონ ოთარს დაუსვათ კითხვა. საგვარიცია დიდი ხნის ოცნება ჩამოსულიყავით საქართველოში. ჩემი დასი თითქმის 90% შედგება ჩემი მოწაფეებისგან. ისინი დასდილი არიან საქართველოსადმი სიყვარულით, დიდი პატივისცემით და ნატრობდნენ ჩამოსულიყავით და ენახებინათ თავისი ხელოვნება. მაგრამ 2 თვის წინ უკვე შეიქმნის საშუალებები იუბილე, ჩვენი თეატრის იუბილე დაემთხვა და ბატონ რობიქ სტუროვამ მოგცა თანხმობა გიპატიჟა თეატრში და 2 თვეა ემზადებით ჩამოსასვლელად. ჩამოვდივართ 15-ში და 16-ში იქნება 2 სპექტაკლი. 2 პიესა ამოვირჩიეთ, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ჟანრის პიესებია, რომ ნორმალურად გავაცნოთ ჩვენი დასი და რას ვაკეთებ დღეს. პირველი სპექტაკლი იქნება მეფისკვლელები, ალექსეი ტოლსტოის დილოგიის პიესების მიხედვით. მეორე იქნება ბროდვეის ერთ-ერთი უბრალესი პიესის კომედიის კენ ლუდვიგის პრიმადონები. ერთი საღამო იქნება სერიოზული სპექტაკლი დრამა, მეორე იქნება კომედია გასართობი სპექტაკლი. რუსთავის თეატრში იქნება 15-ში და 16-ში. რთული იყო, იმიტომ რომ საერთოდ რთულია მატერიალურად ჯურიჯდება ჩამოსვლა. ჩვენ ვიცით, რომ ეს 45 კაცია დასში, მათი ჩამოსვლაში ძნელი იყო. თან კიდევ ამ წლებში ჩვენ სხვადასხვა ფესტივალებზე გვიწევდა მონაწილეობა ედინბურგში, იტალიაში, ამერიკაში, ვიყავით გასტროლებში, გერმანიაში. დიდი მოძრაობა იყო დიდი და საქართველოში მაინც და მაინც ვერ მოვახერხე, ვერც მოვიფიქრე, ვერც მოვახერხე. და სიბერისკენ რო წავიდა ჩვენი თეატრი, რო გახდა 25 წელი, ეხლა აუცილებელია რომ ჩავასრულოთ. ამიტომ დავაგვიადეთ ჩამოსვლა. მაგრამ ჯობია, თუ კარგად წავიდა ჩვენი საქმე, მაყურებელმა მიიღო. ჩვენი სპექტაკლები მაინც პატარა გამარჯვება და პატარა სიამოვნება ვექნება გუშინ ეს მუშა. განცდები ყოველთვის არის. ქართული მაყურებელია თუ რუსული მაყურებელია თუ ამერიკელი, მაგრამ საქართველოში ჩემთვის უდიდესი გამოცდა. უბრალოდ იმიტომ რომ უკვე 70 წელი მისრულდება და 40 წელი თეატრში მუშაობ. 25 წელიწადი ეს თეატრი დავაარსე, 25 წელია და არასდროს ქართული მაყურებლის წინაშე არ წავდგარო. ეს ჩემი გამოცდა და ამიტომ ძალიან ველა. ჩემი მოსწავლე, ჩემი მეგობრებიც ღელავენ, იმიტომ რომ დიდი პასუხისგებით ეკიდებიან ამ სიტუაციას, ამ მოვლენას. ქართული მაყურებელი კარგად არ ვიცნობ ქართულ მაყურებელს და ვერ შევაფასებ. მე მგონი რომ რაღაც სიტყვა ჩვენი და თეატრია მაყურებლის შორის უნდა დაიბადოს, ამის იმედი მაქვს. არა ნერულობას ეს არ უშვა.